ჩვენ დავუბრუნდით პირდაპირ ეთერში და გადაცემის მესამე ნაწილში უნდა მოგიყვეთ ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი მარშზე, რომელიც ხვალ 20 დეკემბერს 7 საათზე ჩატარდება. ეს არის ადრეული განათლების მარში, სადაც დაგეგმილია ბაღის თანამშრომლების, სპეციალისტების და 7 წლამდე ბავშვების მშობლების ერთობლივი მსვლელობა და მაიკოს ძალიან უყვარს ადრეული განათლების თემა და შემოვიდოდით, ვსაუბრობდით ზუსტად რომ მესამე წელია შენი შუადღე ეთერში არის და ამ მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ არაერთი, ასე ვთქვათ, რუბრიკას ვქონდა ბავშვთა უფლებებთან დაკავშირებით და სულ ვუსვამდი ხოლმე ხაზს და სანდროს დამეთანხმება ამაში, რომ ბავშვების განათლება საბავშვო ბაღებიდან იწყება და რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ადრეულ ასაკში იცოდნენ ბავშვებმა რისი უფლებები აქვთ, როგორ უნდა წარიმართოს მათი განათლება საბავშვო ბაღებში და ძალიან მწყდება გული, რომ ჩვენ იმის მაგივრად, რომ აი ამ სისტემების გასწორებაზე ვსაუბრობდეთ დღეს და აი ამ თემებზე ძალიან ბევრი სპეციალისტი მუშაობდა და მუშაობდეს, რაღაცნაირად გვიწევს იმაზე საუბარი, თუ როგორ უნდა გადავრჩეთ და როგორ უნდა არ დავბრუნდეთ, ასე ვთქვათ, საბჭოთა კავშირში პირდაპირ მნიშვნელობით. ძალიან გულდასაწყვეტია, მაგრამ რა ვქნათ, ესეც აიწყობა ამ ქვეყნის ხვედრი არის, რომ გვიწევს თავისუფლებისთვის ბრძოლა და მე ვფიქრობ, რომ ეს რაღაცნაირად ბოლო ბრძოლა არის ამ იმპერიასთან, ასეთი შეგრძნება მაქვს, იმიტომ რომ რაღაცნაირად დასასრულის დრო ნამდვილად მოვიდა, რომ ეს იმპერია, რუსეთის იმპერიას გულისხმობ, რასაკვირველია, უნდა დამარცხდეს ერთხელ და სამუდამოდ. და ამ მარშზე უნდა ვისაუბროთ. განსხვავებული მარში იქნება თავის ჟღერადობით, როგორც იცი, ამაზე მოგვიყვებიან მარშის ერთ-ერთი ორგანიზატორები, თამთა კუხალეიშვილი, ადრეული განათლების სპეციალისტი და ფსიქოლოგი არის დღეს ჩვენი სტუმარი და ცირა ბარქაია, ასევე ადრეული განათლების ინკლუზიის სპეციალისტი და ფსიქოლოგი. მოგესალმებით, დიდი მადლობა, რომ ჩვენთან ერთად ხართ და დიდი მადლობა, რომ აქტიურად ხართ ჩართულები აი ამ მოვლენებთან დაკავშირებით და საინტერესო არის, რა არის აი ამ მარშის მთავარი მიზანი და რა არის მისი მნიშვნელობა. და განსხვავებული რითი არის? რითი არის განსხვავებული სხვა მარშებისგან და ძალიან მიხარია, რომ სხვადასხვა სპეციალობის, სხვადასხვა პროფესიის ადამიანები შეუერთდნენ ამ საპროტესტო მსვლელობას სხვადასხვა კუთხეებიდან და რაღაცნაირად ფართოვდება და ფართოვდება მარშების სპექტრი, ასე ვთქვათ. დავიწყოთ თქვენგან. კი ბატონო, დავიწყოთ ჩვენგან. მეც აი ბოლოდან დავიწყებ, რაც თქვენ თქვით, რომ და თქვენი წინასწუმრებმაც პრინციპში თქვენმა წინასწუმრებმაც ამაზე გაამახვილეს ყურადღება, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მაქსიმალური მიკუთვნებულობა ჩნდება იმ პროცესთან, რომ ყველამ თავისი ფორმატით და თავისი მიკუთვნებულობიდან გამომდინარე გააპროტესტოს ის, რაც ხდება დღეს საქართველოში. ჩვენც გადავწყვიტეთ, როგორც ადრეული განათლების სპეციალისტებმა, ანუ ადამიანებმა, რომლებიც აქტიურად მუშაობთ იმ სფეროში, რომელიც გულისხმობს საბავშვო ბაღების მომსახურების განვითარებას, რომელიც გულისხმობს ადრეული ასაკის ბავშვებისთვის მხარდაჭერას, აი ამ იდენტობით გავერთიანდეთ, ამ შემთხვევაში, თორე სხვა იდენტობითაც ვერთიანდებით, თქვენ წარმოიდგინეთ და რა თქმა უნდა უერთდებით ხოლმე პერიოდულად სხვადასხვა, ასე ვთქვათ, საპროტესტო მარშებს და ამ შემთხვევაში აქცენტი გვაქვს აი ამ ჩვენ, ასე ვთქვათ, პროფესიასთან მიკუთვნებულობით და გვინდა რომ მშობლებთან ერთად დამოლოდინი გვაქვს რომ საბავშვო ბაღის წარმომადგენლებთან ერთად ჩავივლით გზას რუსთაველის მეტროდან პარლამენტამდე და შესაბამისად დავაფიქსირებთ ჩვენს პოზიციას და ჩვენი პოზიცია ბუნებრივია არის ის რომ ჩვენ გვინდა რომ ჩვენი შვილები, ჩვენი საბავშვო ბაღის სპეციალისტები, თანამშრომლები, ყველამ ერთხელ და სამუდამოდ მართლა იგრძნონ რა არის ევროპაში ცხოვრება, როგორც ყოველდღიურობაში, ასევე პროფესიული თვალსაზრისით და გვინდა რეკვიზიტიც კი გაქვთ მარშის, როგორც ვიცი, სათამაშოები იქნებიან აქციის მონაწილეები. სხვათა შორის, ძალიან საინტერესო არის, როდესაც რაღაცნაირად ჩდება ხოლმე რეკვიზიტს დავარქმება. ამას იმიტომ რომ სხვადასხვა რეკვიზიტებით ამ ბოლო დროს ამ ცოტა ხნის წინ ბავშვები ბურთებით იყვნენ გასული და რაღაცნაირად მომწონს, იმიტომ რომ საინტერესოა და შემოქმედებითი გარემოც სუფევს ამასთან ერთად და ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. თამთა, რითი არის განსხვავებული ეს მარში სხვა მარშებისგან? კი, ჩვენ ზუსტად ეს ვიფიქრეთ, რომ რეალურად ადრეული ასაკის ბავშვები თვითონ ვერ გამოდიან მარშზე და ჩვენ რეალურად ის ადამიანები, რომლებიც ზრუნავთ დაბადებიდან 7 წლამდე ბავშვებზე,
ჩვენ ვართ მათი ხმა, ანუ მშობლები, ბაღის თანამშრომლები, ნებისმიერი სპეციალისტი, რომელიც მათთვის მუშაობს, ხომ? და რეალურად ზუსტად ეს ვიფიქრეთ, რომ როგორ შეიძლება ეს ხმა გამოვიტანოთ იმ დროს, როდესაც რეალურად ბავშვის პროტესტზე გამოყვანას სახიფათოა, ხო? იმიტომ რომ დამთავრდა ჩვენ აღარ ვცხოვრობთ რეალურად ნორმალურ ქვეყანაში და არავინ აღარ ვენდობით თავრობას, ეგრეთ წოდებულ დე-ფაქტო თავრობას, რომ რაღაც სისასტიკეს არ ჩაიდენს. შესაბამისად, ეს სათამაშოები და მუსიკალური ინსტრუმენტები, რომლითაც ბავშვები ბაღში თამაშობენ ხოლმე, ვიფიქრეთ, რომ ყველაზე ესეთი საინტერესო და სახალისო გზა იქნებოდა, რომ მათი ხმაც გამოგვეტანა გარეთ და ხო, მეც ძალიან მომწონს ეს შემოქმედებითი მიდგომა, რაც ძალიან თვალსაჩინოა მთლიანად ამ პროტესტის მანძილზე, იმიტომ რომ შემოქმედებითობა რეალურად არის ზუსტად ამ მედეგობის ნაწილია, ანუ ადამიანები, რომლებიც შემოქმედებითები არიან, ლაღები არიან, ბედავენ რაღაცებს, მათ ბევრად უფრო დიდი შანსი აქვთ, რომ გამოუკლავდნენ ყველაზე მძიმე გამოწვევებსაც კი. და ძალიან მიხარია, რომ რეალურად აი ამ მთლიანი პროტესტის ფარგლებში ეს ძალიან კარგად ჩანს, რომ ჩვენ არა მხოლოდ ბევრნი ვართ, არამედ ლაღებიც ვართ და შემოქმედებითებიც. თან აუცილებლად უნდა გკითხოთ, პრინციპში ორივესთან მექნება ეგ შეკითხვა. სამწუხაროდ ვიცით ბაღის თანამშრომლობის მიმართ ხელისუფლების ქართული ოცნების კერძოდ ხელისუფლებას ვერ დავარქმევ, ზეწოლა სხვადასხვა ვითარებაში მობილიზების თვალსაზრისითაც და სამწუხაროდ განსაკუთრებული გამბედაობა სჭირდებათ ამ ადამიანებს, რომ მიიღონ საპროტესტო მსვლელობებში მონაწილეობა. თუ არის რაიმე ტიპის ზეწოლა, რომელიც უკვე არსებობს ამ თან მიმართებაში, რომელიც ხვალ ჩატარდება და რომ მოგვიყვეთ ამის შესახებ. ჩვენ ასეთი ინფორმაცია როგორც ასეთი არ გვაქვს, თუმცა გეთახმებით იმაში რა კონტექსტიც გვაქვს, იმიტომ რომ მოგეხსენებათ იგივე წინასაარჩევნო პერიოდში, არჩევნების დროსაც და მე ეხლა ნადვისხის ანთების ნაწილშიც კარგად მოვისმენთ. არა მარტო ბაღის, ზოგადად ყველა სფეროს წარმოადგენს. ეს მაგალითი, რაც თქვენ მოიყვანეთ. ჩვენ პირიქით, იცით ისეთი როგორი დამოკიდებულება გვაქვს და უბრალოდ არ გაგვიგოთ, რომ ეს არის რაღაც ესე თეორია და აბსტრაქცია ჩვენთვის. მართლა ესე და ესე გვჯერა, რომ ჩვენ გვაქვს მაღალი მოლოდინები ადამიანებისაგან და ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ ჩვენ ვართ ერთად. ჩვენ ვართ ერთად, ზოგი ნაკლებად ხმაურიანად, ზოგი ჩუმად, მაგრამ ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ ჩვენ ერთად ვიდგებით მალე ყველანი და ყველანი ერთად გამოდღეს და ხვალ შეიძლება ბავშვების და კიდევ ზოგიერთი აღმზრდელის ნაცვლად ვიდგეთ ჩვენ იქ. მაგრამ დროთა განმავლობაში და ძალიან მალე დროთა განმავლობაში ნამდვილად მე პირადად და მე მგონი თან ბევრჯერ გვისაუბრია ამაზე, აი ეს პოზიტიური მოლოდინი გვაქვს, რომ ჩვენ ვიდგებით ერთად და გამოვჩნდებით. ის კი არა რომ გამრავლდებით, ან ვინმე შემოგვიერთდება, ან გავერთიანდებით. ერთად გამოვჩნდებით მალე და ხვალაც გვაქვს ამის იმედი. ამიტომ სხვა წნეხის შიში ნაკლებად გვაქვს, უფრო გვაქვს იმის იმედი, რომ ჩვენ ერთად გამოვჩნდებით ისევ და ისევ რუსთაველიდან პარლამენტისკენ მიმავალ გზაზე ბავშვებისთვის. თუ ჩვენ საკუთარი თავისთვის, რა ვიცი, რაღაცების გამო გვეშინია, ან შფოთავთ და მე მგონი ეს შიში და შფოთვა საკმაოდ რაღაცა ობიექტურ მიზეზებს ეფუძნება, ეს არ ნიშნავს იმას, რომ შევჩერდეთ და ანუ ესე ვიტყოდი, აი თამთაც თუ რამეს დაამატებს, მაგრამ მოლოდინი მაქვს, რომ ჩვენ ვიდგებით ერთად ხვალ, ბევრი. ან სრულიად ვეთანხმებიცი რას რეალურად მეცამ პოზიტიურად ვუყურებ და ძალიან იმედიანად ვარ, თუმცა ძალიან სწორია ამ საკითხის ხაზგასმა, იმიტომ რომ საბავშვო ბაღი ნამდვილად არის ძალიან პოლიტიზირებული სისტემა, რომელიც ყველა ძალიან კარგად ვიცით, რომ საარჩევნო პერიოდში განსაკუთრებით რეალურად ფუნქციას იცვლის ხოლმე, როგორც წესი. ამ საკითხზე შეგვიძლია რომ როცა ამ ამბებს გადავაგორებთ, მერე უფრო მეტი ვისაუბროთ, იმიტომ რომ რეალურად
ეს რატომ ვიბრძვით, ხომ? ანუ ჩვენი მოთხოვნა რომ გვინდა ევროპული მომავალი, ეს არის ის რაც აერთიანებს ყველა იმ ჩვენ მოთხოვნებს და სურვილებს, რაც გვაქვს, ხომ? რეალურად, ანუ და რეალურად რაც გვინდა არის ის, რომ მაგალითად ჩვენ როგორც ადრეული სპეციალისტებს გვინდა რომ განათლებაში პოლიტიკას ადგილი არ ქონდეს. გვინდა რომ იქ მომუშავე ადამიანები შვიდად ვითარდებოდნენ მართალია პარტიულობას, ანუ პოლიტიკური ხედვა აბსოლუტურად ყველა ინდივიდს აქვს უფლება რომ ქონდეს, მაგრამ აი ის რომ ინსტიტუტი გამოიყენოს მთავრობამ ამ ნებისმიერმა პარტიამ იმისთვის რომ რაღაცა პოლიტიკური ტრიუკები ატაროს, ეს არ გვინდა, იმიტომ რომ ეს ხელს გარდა იმისა, რომ არასწორია ვთქვათ ესე კონსტიტუციურად თუ კანონების მიხედვით, ხელს უშლის იმას, რომ ხარისხიანი გახდეს ბაღი. კი, იმიტომ რომ ადამიანებს სხვა ტიპის შიშები უჩნდებათ, აღარ რჩებათ დრო იმისთვის, რომ თვითგანვითარებაზე იზრუნონ, ბავშვებზე შესაბამისად იზრუნონ, ხომ? ეს სერიოზული პრობლემაა. ეს არის რეალურად რაც გვინდა. ამის იქითაც ძალიან ბევრი პრობლემაა რეალურად დღეს ბაღში. სწორედ ეს მინდა რომ გკითხოთ, იმიტომ რომ ჩვენ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები გვყავს, ვინც ამ ბოლო პერიოდში აი ამ პროტესტს შეუერთდა და ისინი ყველანი გულის ტკივილით აღნიშნავენ ერთ რამეს, რომ აი მთელი ამ ხნის განმავლობაში აი ამ ევროინტეგრაციის გზაზე ძალიან ბევრი სამუშაო გაწიეს ადამიანებმა სხვადასხვა სფეროში, რომ აი ამ მდგომარეობამდე მოსულიყვნენ, რა მდგომარეობაშიც ახლა არიან. სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა უამრავი შრომა, უამრავი გათენებული ღამე და ჩვენ დღეს აღმოჩნდით რაღაცა წლებით უკან უნდა დაბრუნება აი ამ ნაშრომს და აწყობილს. აი რა არის საინტერესო აი ადრეული განათლების კუთხით მთავარი გამოწვევა და მთავარი სირთულეები რა არის ჩვენთან ქვეყანაში, რაზე იყო გასამახვილებელი ყურადღება და რა არის ყველაზე მტკივნეული ამ ეტაპზე? რა უნდა გამოვყო? აი მე პირადად ახლა რომ ვფიქრობ, არც ვიცი რა გამოვყო, იმედენად ბევრი რამ არის. რაც მინდა უბრალოდ დავაფიქსირო არის ის, რომ ნამდვილად ეს სფერო ვითარდებოდა აქამდე, ვითარდებოდა ზუსტად დასავლური მხარდაჭერის ფასად, ძალიან ბევრი ფონდი, ორგანიზაცია ევროპიდან, ამერიკიდან რეალურად ზუსტად ამაშიდებდა ფულს, იმიტომ რომ სავარაუდოდ, იმიტომ რომ მათ ძალიან კარგად იციან, რომ კვლევები გვიჩვენებს, რომ რეალურად მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობები, ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა, ხომ? ყველაფერი რეალურად გადის ადრეულ ასაკის ბავშვის განვითარებაზე. მაშინ იწყება ღირებულებების ჩამოყალიბება, პიროვნების ჩამოყალიბება და რეალურად არ გქონდეს ხარისხიანი ადრეული განათლება, ეს თავისთავად გაძლევს იმას, რომ ვერ გექნება დამოუკიდებელი და ძლიერი სახელმწიფო. ანუ კვლევები არსებობს, რომ ეკონომიკურ გავლენას ახდენს ხარისხიანი ადრეული განათლება ქვეყნის მასშტაბით, ხომ? ამდენად მნიშვნელოვანია. და რეალურად გამოდის, რომ ეს ყველა გადადგმული ნაბიჯი მართლაც ყველა დაკარგული დრო, ფული არის და ასევე ძალიან გული მწყდება. ესეც უნდა ვთქვა, რომ რაღაც თვალსაზრისით ძალიან გული მწყდება, რომ მე როგორც ამ სფეროს სპეციალისტს, რომელიც რეალურად საჯარო ბაღში არ მუშაობს და არ ეხება, ხო, ვთქვათ ეს პოლიტიკური წნეხი, იმაზე მეტი ვერ მოახერხე, რომ გამეკეთებინა, რაც რეალურად ამ პერიოდის მანძილზე ვაკეთე, იმიტომ რომ ის პრობლემები, რაც შემიძლია ჩამოგითვალოთ, ხომ? ეს ამდენი ხანია სულ არის, ხომ? იქ ხელფასი, დაუფასებლობა, რაც ძალიან ეს არ არის უბრალოდ ის, ანუ საზოგადოებაში საბავშვო ბაღი ხო არ არის, ეს გამოთქმა ძალიან თვალსაჩინოს ხდის როგორ უყურებს საზოგადოება და წარმოიდგინეთ როგორ აღიქვავენ ისინი თავს, ხომ? ადამიანებს პრობლემა ექნებათ მშობლებთან კომუნიკაციის დროს, იმიტომ რომ მშობლები არ უყურებენ მათ როგორც სპეციალისტებს. მაშინაც კი როცა განათლება მიღებული აქვთ და ამაში დროს და ენერგიას ხარჯავენ, ხომ? უამრავი პრობლემა არის რეალურად ამ სფეროში, რომელზეც კი წლებია მუშაობთ უკეთესობა რო არ დამენახა, ნამდვილად აქამდეც უფრო ხმამაღალი ვიქნებოდი, მაგრამ ძალიან მოვუტყუვდი ესეთი განცდა მაქვს, რომ
აქამდეც უფრო ხმამაღალი არ ვიყავ, იმიტომ რომ დღეს როგორც ცირამ თქვა, ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ერთად გამოვალთ, ერთად წავალთ რუსთაველზე, მაგრამ ვიცი, რომ ძალიან ბევრი ადამიანი ვერ გამოვა იმ შიშის გამო, ვერ გამოვა თავისი ყოველდღიური პრობლემების გამო, რომელიც რეალურად ამ სისტემაში ყოფნამ შეუქმნა. და ხო, აი ძალიან გული მწყდება, რომ ამაზე მეტი ვერ მოვახერხეთ ამ წლების მანძილზე, იმიტომ რომ ძალიან მომწონს, როდესაც მარშების დროს ძალიან ბევრი ადამიანი გამოდის და იქ აი ეს ზუსტად მიკუთვნებულობის განცდა იმ პროფესიასთან თუ იმ რაღაც ჰობთან მიმართებაში ხომ სამეზობლოსთან მაგალითად ეს ძალიან თვალსაჩინოდ ჩანს და ჩვენ რეალურად ისეთი სფეროდან მოვდივართ სადაც ადამიანებს ერთმანეთთან კომუნიკაციის დონეზე სრული ერთობა გვაქვს მაგრამ ქუჩაში ერთად ვერ ვდგებით და აი ამაზე ძალიან გული მწყდება რეალურად. ხო, ну რეალურად ერთ-ერთი მიზანი ამ ყველაფრის არის რომ მსგავსი სიტუაცია, რაც გვაქვს, ეგ სიტუაცია შეიცვალოს და ადამიანებს თავისუფლად შეეძლოთ შეკრება და იმ თემებზე საუბარი, რაც მათ მიაჩნიეს პრობლემებად. მცირე თქვენ სხვა დაამატებით რამ. დიახ, მე მინდა დავამატო და შევერთე გულისწყეტას თამთარას, ანუ ერთი არის რომ ჩვენ რას ვაკეთებთ და მეორე კიდევ მართლა რა უნდა გავაკეთოთ და უნდა გავაკეთოთ ის რომ მეტად გამოვაჩინოთ არა მხოლოდ პროფესიული მხარდაჭერა, არამედ აი ეს უფლებრივი მხარდაჭერაც, იმიტომ რომ ბაღის თანამშრომლებს ნამდვილად სჭირდებათ საზოგადოებისგან, მშობლებისგან, ჩვენგან, სპეციალისტებისგან მეტად იმის ჩვენება თუ რა სჭირდებათ მათ რომ მათ შექმნან სათანადო საგანმანათლებლო და არა სააღრდელო და კვებითი ობიექტური დაწესებულება სათანადო საგანმანათლებლო გარემო. თუ მათ არ აქვთ ემოციური მხარდაჭერა, თუ მათ არ აქვთ შესაბამისი სახელმწიფო განაზღაურება, ანუ არც კი ვიტყვით და ალბათ არც თვითონ ამბობენ, ხო, რომ რა არის ეს რაღაცა მიზერზეა საუბარი და წლებია აქცენტია და კანონის დონეზეც კი განსაზღვრულია, რომ უნდა განისაზღვროს მინიმალური ანაზღაურება და დღემდე არ არის ეს გაკეთებული კანონი, რომელიც 2016 წელს დამტკიცდა. და მათ სჭირდებათ მხარდაჭერა და მე ვუერთდები ამ გულისწყეტაში და იმ მოთხოვნილებაში, რომ უფრო მეტად ვიმუშაოთ ამ მიმართულებით, რომ არა მხოლოდ დავუშვათ პროფესიული მხარდაჭერა გაუწიოთ, არამედ ვიყოთ მათი გამხმოვანებლებიც და მხარდამჭერებიც ამ მხრივ, იმიტომ რომ ზუსტად ვიცი, რომ ჩემი შვილი, რომელიც ბაღში უნდა წავიდეს რამდენიმე წელიწადში, მე მინდა ჩემი შვილისთვის საუკეთესო. და ეს ერთი არას ვაკეთებ მე როგორც დაუშვათ სპეციალისტი და მეორე არის მე რა მოთხოვნები და ინტერესები და მოთხოვნები მექნება როგორც მშობელს და როგორც დედას და არ მინდა ვინმეს გული გაუსწრეს მე სადაც შემიძლია შევიყო, ხო, იმიტომ რომ ძალიან მაღალი მოთხოვნები მექნება და ძალიან დიდი ინტერესი მექნება ჩემი შვილისთვის იყოს უსაფრთხო და დაცული გარემო, როგორც ფიზიკური, ასე ესენი არიან გადამწვარი ადამიანები. არიან ეს აი თამთამ რო თქვა წეღან რომ თან ბავშვებს ვუტოვებთ ფაქტიურად მთელი დღე და თან ამ ადამიანებს ხშირად არ აღვიქვამთ მართლა სპეციალისტებად. ანუ ძალიან პარადოქსულია, ხო? თან ვტოვებთ მათთან ჩვენ შვილებს და თან არცემთ მათ პატივს რაღაცა მომენტში. ხო, მე არ ვიცი ახლა ეს ჩემთვის ცოტა ვის არის პატივის არცემა. პირიქით ყოველთვის აღნიშნავთ ხოლმე და აღნიშნავ რომ ეს არის ურთულესი პროფესია, რომელიც ძალიან დიდ საპასუხისმგებლო ნამდვილად. მოთხოვნა რომ მარტო ის კი არ მოვითხოვოთ და ვთქვათ რომ აბა რას აჭმევ ჩემ შვილს. არამედ მოვითხოვო რომ ის რას იღებს, ის იღებს ემოციური მხარდაჭერას, ის იღებს სათანადო პროფესიულ მხარდაჭერას, აქვს მას სათანადო კეთილდღეობა უზრუნველყოფილი, რომ ჩვენი შვილებისთვის, აი ეს მოთხოვნები არ მოდის იმ დამკვეთისგან, იმ მშობლებისგან და ჩვენ თვითონაც ეს გამოსწორებელი გვაქვს, როგორც ადრეული განათლების სპეციალისტებს, რომ მეტად დაუდგეთ ამ ხრივ გვერდში, რომ მეტი დაცულობა იგრძნონ და კიდევ ერთხელ აი ეს მაღალი მოლოდინი მალევე გამართლდეს, რომ ჩვენ ვიდგეთ ერთად, არა გაერთიანებულად, იმიტომ რომ ვართ ერთად გაერთიანებულები. ვიდგეთ ერთად გარეთ და ერთად ვიცავდეთ ჩვენი შვილის უფლებებს. ძალიან დიდი მადლობა. წარმატებები მინდა გისურვოთ და დარწმუნებული ვარ, რომ 20 დეკემბერს ბევრი ადამიანი შემოუერთდება. შევახსენოთ მაყურებელს ხვალ 7 საათზე 20 დეკემბერს რუსთაველის მეტროდან პარლამენტის მიმართულებით იქნება მარში ადრეული განათლების მარში, სადაც იქნებიან სპეციალისტები, ბაღის თანამშრომლები და 7 წლამდე ბავშვების მშობლები. ამიტომ ძალიან ბევრი ადამიანი
შეუძლია დაესწრო სამართლებრივ ძალიან ბევრი ადამიანს ხო შეზღუდავს შოულებს სულ ასევე ცოტა. მინდა კიდევ ვისარგებლოთ ჩემი ეთერით და კიდევ ერთხელ ჩვენი და ჩემი მხარდაჭერა გამოუცხადო რეჟიმის ყველა პატიმარს. ჩვენ აუცილებლად შევხვდებით ერთმანეთს, გავიმარჯვებთ აუცილებლად, შევხვდებით ერთმანეთს თეატრშიც, შევხვდებით ერთმანეთს ჩვენ საყვარელ ქალაქში და ჩვენს დამოუკიდებელ თავისუფალ ევროპულ საქართველოში. ასე რომ ჩვენი სოლიდარობა და ჩვენი სოლიდარობა. ჩვენი სოლიდარობა და მხარდაჭერა შევხვდებით საღამოს რუსთაველზე და ხვალ ეთერში დროებით. ხვალავთ.